მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ცხოვრობენ იმ რეალობაში, რომელიც მძიმდება, ხო, იმიტომ რომ ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება ცხოვრება საქართველოში თითოეული მოქალაქისთვის, გაზრდილი ფასების, უმუშევრობის და ეკონომიკური უმძიმესი მდგომარეობის გათვალისწინებით. მე მინდა რომ ამ ადამიანებს ესმოდეს, რომ მათი ეს ძალიან მძიმე პირობები საყოფა ცხოვრება, რომელსაც ისინი ყოველდღე აწყდებიან, პირდაპირ უკავშირდება სწორედ ამ აბდა-უბდა უბედურებას, რასაც დღეს წარმოადგენს ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს ნაბიჯიც პარტიების აკრძალვის რეალურად უკან დახევა აკრძალვის ხო, იმიტომ რომ ივნისში უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება აკრძალვაზე. რეალურად ის არის, რომ ვერ იღებენ ამ გადაწყვეტილებას და მათ არ აქვთ რესურსები მიიღონ. ამიტომ მოიგონეს ეს რაღაცა სისულელე, რომ ეხლა დაამატეს ესე იგი რაღაცა ერთი პარტია და ამით 9 თვის 10 დაიწყო თავიდან. იგივე წარმატებით შეუძლიათ, რომ იგივე გააკეთონ რამდენიმე თვეში და უკან გაიწვიონ და რამე სხვა პარტია დაამატონ. მაგრამ რეალობა ამ ყველაფრის არის ის, რომ საქართველო რჩება უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, სრულიად გაურკვეველი პოლიტიკას არის, რომელსაც აწარმოებს დღეს ბიძინა ივანიშვილი და იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ისედაც ძალიან რთულ გარემოში გეოპოლიტიკურში დღეს უნდა თავპირის მტვრევით მივდიოდეთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ, რაც შეიძლება სწრაფად გავიდეთ სამშვიდობოს, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ქვეყანაში შემოსვლამ იმ უზარმაზარი ფინანსური დახმარების, რომელიც თან ახლავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ასე ვთქვათ, შესაბამისად ბიძგს აძლევს მართლაც უზარმაზარ ეკონომიკურ ზრდას. ამის ნაცვლად ჩვენ ამ პოლიტიკურ მასკარადს გვაყურებინებენ და ამ პოლიტიკური მასკარადის ფასს იხდის დღეს უკლებლივ ყველა მოქალაქე ჩვენი საკუთარი უპერსპექტივო მომავლის, გაღარიბების, უმუშევრობის, გაზრდილი ფასების სახით. ეს მინდა რომ ძალიან აშკარად, ასე ვთქვათ, ვისაუბროთ ამაზე რაც შეიძლება მეტი, იმიტომ რომ განყენებული არ არის პროცესი დღეს რაც ხდება. ეს უხეირო ვითომ ფსევდო სინამდვილეში რაღაცა მცდელობა, რომ ქვეყანაში სრული ავტოკრატიული რეჟიმი დაამყარონ, სინამდვილეში ამისი რესურსიც არ აქვს ამ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ამას მოყვება თან უმძიმესი სანქციები დასავლეთიდან, რომელიც საბოლოოდ ჩამოაგრებს მათ და ეს მათ ძალიან კარგად იციან და სწორედ ამიტომ ვერ გადიან ბოლოში, მაგრამ ეს პროცესი, რაშიც დღეს არის, უძვირესი უჯდება საქართველოს თვითმფრინავის. რას იგებს ამით ქართული ოცნება, ქალბატონ სალომე? ამ გაჭიანურებით, ამ პროცესით, რა სარგებელს ღებულობს რეალურად, თუ არ ყოფნის გამბედაობა, რომ ბოლომდე სისრულეში მოიყვანოს ეს ამბავი და მართლაც კონსტიტუციის დონეზე აკრძალონ? რა სარგებელს ღებულობს ხელისუფლება? ხელისუფლების ამოცანა ხო რა არის, რომ ერთის მხრივ ეს არის, ასე ვთქვათ, ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს რესურსი, განსხვავებით სხვა სრულიად ავტოკრატიული რეჟიმებისგან, მე ამაზე ვფიქრობ, ადრეც ვისაუბრია თქვენთან, არ აქვთ ამათ რესურსი, რომ წავიდნენ ბოლომდე ავტოკრატიული გამყარების გზით, იმიტომ რომ მოინდომოს დასავლეთმა და შესაბამისი სანქციების პოლიტიკა აამუშავოს, ჩამოანგრევს უბრალოდ ამ რეჟიმს ძალიან სწრაფად უბრალოდ ამ ნანგრევებში მოყვება ჩვენის ქვეყანაც. და ამიტომ არის, რომ თავს იკავებს დასავლეთი და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სხვა გზებით და სხვა მეთოდებით იმოქმედონ. ამიტომ არის, რომ ესენი ამას ვერ მიდიან ბოლომდე, ასე ვთქვათ, ვერ გადიან, მაგრამ ამის პარალელურად მათ სურთ, რომ შექმნან ისეთი გარემო, სადაც პირველი განებდება პოლიტიკური ოპოზიცია, პოლიტიკური ოპონენტები პარტიებში, ვინც არის აქტიური საზოგადოებრივ საქმიანობაში, დაიღლება, იტყვის, რომ აღარ აქვს, ასე ვთქვათ, რესურსი გააგრძელოს ბრძოლა და ჩაკლას პოლიტიკური წინააღმდეგობა, ამ რაღაცა, ასე ვთქვათ, მუდმივი წნეხის შექმნით, რომ ხვალ აგრძალავ, ზეგ დაგიჭერ და ამ მუდმივი რეპრესიული მანქანის
ნაწილობრივ გამოყენებით და ნაწილობრივ ასე ვთქვათ, უფრო დიდი წნეხის მუქარით, ეს არის ერთი ამოცანა, განადგურება წინააღმდეგობის ფრონტების ქვეყანაში, ეს პოლიტიკური ოპოზიცია იქნება თუ საპროტესტო მოძრაობა სხვა და გარდა ამისა, ეს არის ხელისუფლება, რომელიც უნდა იცოდნენ მათმა მომხრეებმა პირველ რიგში, რომ ნუ გგონიათ თქვენ, რომ ისინი არ ცდილობენ, რომ რაღაცა ასე ვთქვათ, ლეგიტიმაცია მიიღონ დასავლეთიდან და მათ შორის პირველ რიგში ევროკავშირიდან, რომელსაც აი ყოველდღე რომ გამოდის პაპუაშვილი და ლანძღავს, დახურულ კარს მიღმა ეხვეწებიან, რომ გადმოუგდონ რამე აღიარების მსგავსი, ოღონდ გადმოუგდონ ისე, რომ ამათმა არანაირი ნაბიჯები არ გადადგა და ეს ხადია ვერ შედგება. არავინ არ აპირებს ამ რეჟიმისთვის რაიმე ტიპის აღიარების მინიჭებას ევროკავშირში, თუ არ იქნება სწორი ტრაექტორიით და სწორი, ასე ვთქვათ, მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა და ამიტომაც ამ სტრატეგიულ გაუგებრობას რო ტოვებენ, რომ არ ვიცით ჯერ ავგზავნოთ თუ არა, არ ვიცით ვიღაცას დავიჭერთ თუ არა, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ სპექტრს, ისინი ფიქრობენ, რომ ამით იტოვებენ რაღაცა სივრცეს სავაჭროთ, თუმცა ეს არის ტყუილი, არანაირ სავაჭრო სივრცეს ისინი არ იტოვებენ ამით ისინი ქვეყანას აქცევენ კიდევ უფრო დიდი დარტყმის ქვეშ, ამით ისინი ქმნიან ისეთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემას, რომელიც აღატაკებს საქართველოს მუქალებს და ნებისმიერმა საქართველოს მუქალებამ, რომელიც ხვალ წავა საყიდლებზე და დახვდება კიდევ უფრო გაძვირებული ცხოვრება და საკუთარ შვილს, საკუთარ ხელფასით კიდევ უფრო ნაკლებს შესთავაზებს კეთილდღეობის თვალსაზრისით, უნდა იცოდეს, რომ ეს არის პირდაპირ ამ ხელისუფლების და მისი პოლიტიკის შედეგი, მათ შორის საგარეო პოლიტიკის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს, ერთადერთი მიზნით, რომ თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ქვეყნის მართვის სადავეებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ თქვა, რომ აღარ უნდა ესეთ სისტემაში ცხოვრება და უნდა ცვლილებები პოლიტიკური და რაც უფრო გაიწელება ეს დრო, მით უფრო დამძიმდება ჩვენი რეალობა, მათ შორის ეკონომიკური. კი ბატონო, და ქალბატონ სალომონ, აი ამ პროცესის პარალელურად აი თავად რაღაცა გაჭიანურების ხელისუფლების მხრიდან, როგორ უნდა მოხდეს იმ პარტიების მხრიდან აი ამ დროის გამოყენება, რომლებიც არიან სწორედ აი ამ ასაკრძალთა სიაში, მათ შორის თქვენი ჩათვლით. თქვენ რითი უნდა იყოთ აი ამ ყველაფრის პარალელურად დაკავებული, მანამ სანამ ოცნება რაღაცა ბუნდოვნად, ესე ვთქვათ, საუბრობს ამ აკრძალვის თემაზე. ლელოს გაცხადებული აქვს საკუთარი პოზიცია და საკუთარი პოლიტიკური პოზიციონირება, რომ ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი ეს არის მაქსიმალურად ახლოს ყოფნა ხალხთან ამ პოლიტიკურ ბრძოლაში და მათ შორის ამით არიან დაკავებული დღეს ჩემი კოლეგები, ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულად მოქმედებთ საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ რეჟიმზე წნეხი გაიზარდოს და როგორც გითხარით, სწორედ ამიტომ ვერ ბედავენ რა ბევრ რამეს და ვერ გადიან ბოლომდე, იმიტომ რომ ეშინიათ სინამდვილეში, იციან რა შეიძლება რომ მოგვას ამას და საერთაშორისო წნეხის გაზრდა ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელსაც შესაბამისი ხალხი მუშაობს, მაგრამ ამის პარალელურად ცვლილებები შეიძლება მოიტანოს მხოლოდ ქართულმა ხალხმა. ქართულმა ხალხმა უნდა დაინახოს რა არის ალტერნატივა, ანუ პირველ რიგში ერთი კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა და სიღატაკე უკავშირდება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, მეორე დაინახოს ალტერნატივა იმით, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაცა სრულ პროექტები კი არა, რომ ვიღაც ქართული ოცნებასთან დაკავშირებულმა ბიზნესმენებმა და მათმა ზოგიერთმა გაურკვეველი რეპუტაციის მქონე პარტნიორმა რაღაცა ფული გადაიხადეს, რომ იყიდონ ტრამპის სახელის გამოყენების შესაძლებლობა. ეს კი არ არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საფუძველი. ეს ქვეყანა განვითარდება ეკონომიკურად, როდესაც ისეთი სტრატეგიული პროექტი, როგორც მაგალითად ანაკლია, მართლაც აშენდება და უსაფრთხოების და ეკონომიკური ზრდის რეალურ გარანტიას შექმნის ქვეყანაში და შეცვლის ადამიანების ცხოვრებას ძალიან ხელშესახებად. აი ჩვენ ვიცით, რომ ეს პროექტი ჩვენ შეგვიძლია რომ განვახორციელოთ, როცა ხელისუფლებაში ვიქნებით. ისევე როგორც შეგვიძლია გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც დღეს გვჭირდება, რომ ევროკავშირში
დაჩქარებული წესით დაიწყოს ჩვენი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ჩვენ რაც შეიძლება მეტ ადამიანთან უნდა მივიტანოთ სათქმელი, ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ თავაზობთ, როგორ შეცვლის მათ ცხოვრებას და რატო არის ეს შესაძლებელი და დავაჯეროთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ეს არის დღეს რითაც უნდა ვიყოთ დაკავებულები. და ხელისუფლება როგორ იმოქმედებს, ასე ვთქვათ, ამაზე ზეგავლენის ბერკეტი მათ შორის, ჩემი აზრით, ეს არის საერთაშორისო ცხადია მათ შორის შესაბამისი მოქმედება, მაგრამ თავარი არის ქართველი ხალხი. თავარი არის ქართველი ხალხის დარწმუნება და ამიტომ არის, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვცდილობთ, რომ განვავითაროთ, გავზარდოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი აქტიური მიმართულებით ადგილებზე მუშაობა და თქვენ ალბათ ხედავთ, რომ ჩვენ ძალიან ისეთი ფართომასშტაბიანი კამპანია გვაქვს გაშლილი სწორედ ადგილებზე პარტიის მიერ. ქალბატონ სალომე, ამ კონტექსტში გკითხავთ, თავად მოქალაქეების აი ამ ადგილებიდან, სადაც თქვენ მიდიხართ, სადაც თქვენ დადიხართ, სადაც თქვენ ხვდებით ადამიანებს, როგორი არის უკავშირი, თავად რა არის მათი დაკვეთა რეალურად, მათ რა გზით წარმოუდგენიათ, ან როგორ წარმოუდგენიათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრება და როდესაც გესაუბრებიან საკუთარ ყოველდღიურ ყოფით თუ სოციალურ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ეს ადამიანები ცხოვრობენ, გამოსავლის გზად თქვენ რას აჩვენებთ? აი რა პასუხს სცემთ, როდესაც მათი მხრიდან არის კრიტიკა, შეიძლება სკეპტიციზმიც, იმედგაცრუებას და ასე შემდეგ. ბევრნაირი ადამიანი გვხვდებათ დარწმუნებული ვარ. ხო, სწორედ ამაში არის საქმე, რომ სკეპტიციზმი და იმედგაცრუება, უიმედობა და როგორ გითხრათ, აი გამოუვალი მდგომარეობის განცდის შექმნა, ეს არის დღეს ხელისუფლების ვისწესრიგი და ამიტომ იყო, რომ ჩვენ მათ შორის გასულ წელს ადგილობრივ არჩევნებზე შევთავაზეთ საზოგადოებას, რომ შეგვექმნა დიდი საზოგადოებრივი გაერთიანება და გამარჯვება მოგვეპოვებინა კონკრეტულ ქალაქებში, იმიტომ რომ დიახ, აი გამარჯვების განცდა არ უნდა რომ შექმნას ხელისუფლებამ. ხელისუფლება სურს, რომ პროტესტი ჩაიკეტოს ძალიან ვიწრო რაღაცა სივრცეში და დანარჩენმა მოქალაქემ თავი იგრძნოს აბსოლუტურად უძლურად, ანუ იგრძნოს თავი ადამიანად, როგორც აი ეხლა დუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების მშობლები დგანან კანცელარიასთან და ესაუბრებიან მთავრობას, რომელსაც არ ესმის უბრალოდ, არ აინტერესებს და არ ესმის, ხო აი შემზარავი არის ეს კადრები, ამ უმძიმესი დაავადების მქონე ბავშვების ოჯახები, რომ ითხოვენ დახმარებას და ზედ არ უყურებს არავინ, ადამიანად არ აგდებენ, რომ ესაუბრონ. და შემზარავი იცით რატომ არის, რომ ესე მარტო კონკრეტული სოციალური ჯგუფი კი არ არის ადამიანების, რომლებსაც კონკრეტული სამედიცინო გამოწვევები აქვს. მთელი ქართული საზოგადოება და მთელი ქართველი ხალხი არის დღეს ესეთ მდგომარეობაში, რომ მას მართავს ჯგუფი, რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებს ამ საზოგადოების პრობლემა, არ აინტერესებს რის, ასე ვთქვათ, შველას და დახმარებას როგორ ითხოვს ხალხი და ჩვენი როგორც პოლიტიკური პარტიის ამოცანა არის, რომ ერთის მხრივ მივეხმაროთ ამ ადამიანებს საკუთარი, ასე ვთქვათ, გაჟღერებაში, საკუთარი გულის ტკივილის და მეორეს მხრივ შევთავაზოთ ალტერნატივა, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და ამ მიმართულებით ჩვენი აზრით მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ აქტიურობისკენ როგორც პროტესტში, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება, რომელიც უნდა გამოიყენოს საქართველოში ყველა მოქალაქემ და რა თქმა უნდა, პროტესტის გაძლიერება და გაზრდა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს არის ორი რამ, რისაც ივანიშვილს ეშინია, ეს არის სანქციები, ეს არის მრავალრიცხოვანი გამოსვლების, მაგრამ გარდა ამისა, მათი კონსტიტუციური უფლება არის სწორედ არჩევნებში მონაწილეობა და ჩვენ არ უნდა დავუკარგოთ ადამიანებს რწმენა, პირიქით უნდა გავუძლიეროთ რწმენა, რომ მათ შორის ამ კონსტიტუციური უფლების გამოყენებით შესაძლებელია ცვლილებების უზრუნველყოფა და მათ შორის ამაზეც დავხარჯოთ ჩვენი დრო. ყოველ შემთხვევაში როგორც პარტიის სტრატეგია ესე გამოიყურება დღევანდელი